25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. წითელი არმიის საქართველოში შემოჭრიდან 105 წლის თავზე დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად ოჯორ ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე იუნკერთა მემორიალთან ხალხი დილიდანვე შეიკრიბა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა, დეკანოზებმა იოანე გორელიშვილმა და იაკობ მახნიაშვილმა აღასრულეს. პანაშვიდს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. აქ შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები. მოგეხსენებათ, დღეს გაახლავთ ტრაგიკული დღე, საბჭოთა ოკუპაციის 105 წლისთავი არის და ჩვენმა ქვეყანამ სამწუხაროდ 70 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს იმ ქართველი ვაჟკაცების ღვაწლი, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაიღეს იმისათვის, რომ ებრძოლათ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს მათი ღვაწლი, მათი თავგანწირვა და ჩვენ ლოცულობთ მათი სახელებისა და სულების უკვდავსაყოფად და ვიხსენებთ მათ ღვაწლს, პატივს მივაგებთ და რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი არა მარტო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლად, არამედ მისი შენარჩუნებისათვის, რა თქმა უნდა, და ქვეყნის მთლიანობისთვის და წარმატებისა და კეთილდღეობისათვის. დღეს არის 25 თებერვალი და 105 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან და დღეს აქ ვიმყოფებით, რადგან პატივი მივაგოთ იმ გმირებს, იმ თანამემამულეებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენთვის, ჩვენი სამშობლოსათვის და მადლობას ვუხდი ყველა დამსწრე საზოგადოებას, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ, რათა ამ სიმბოლური ჟესტით გამოეხატათ მადლიერება მათთვის. ჩვენი ვალია არ დავიწყოთ ის გმირები, რომელთაც თავი გასწირეს ჩვენი სამშობლოსთვის. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია მოახდინა. უთანასწორო ბრძოლები 12 თებერვალს დაიწყო. სწორედ ამ დღეს ქვეყანაში საბჭოთა არმია შემოვიდა და დედაქალაქისკენ გაემართა. დამპყრობელთა სამხედრო ნაწილების სოჭის მხრიდანაც შემოიჭრნენ. რუსეთი ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდა საქართველოს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარმა მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. გადამწყვეტი ბრძოლა კოჯრის მიდამოებში მოხდა. 21 თებერვალს რუსებმა ქართველებზე ორჯერ მიიტანეს იერიში, რომელიც მოგერიებულ იქნა. 24 თებერვალს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ ჯარების გადაჯგუფების გადაწყვეტილება მიიღო. ხშირად გვსმენია, რომ რუსულ ანექსიას ქვეყანა საბოლოოდ მაინც დანებდა, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება. ქართველი მებრძოლების სამაგალითო სიმამაცე ამ უთანასწორო ბრძოლაში აისახა. როგორც ისტორიკოსები განმარტავენ, ქვეყნის დაცვა სამშობლოსთვის გულანთებულ მეომრებს არც 25 თებერვლის შემდეგ შეუწყვეტიათ.